ბატონო ზალ, როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ დღევანდელ მდგომარეობას? დღევანდელი მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, მაგრამ მე ჯერჯერობით მას ვერ დავარქმევდი კრიზისს, როგორც მას ზოგი უწოდებს. თუმცა სიტუაცია შეიძლება შეაფასოთ როგორც წინა კრიზისული, იმიტომ რომ თუ დაუშვათ მდგომარეობა გართულდა, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და დაპირისპირება იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც დღეს გამოდიან ასპარეზზე და ასევე იმ საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის გაღრმავდა და უფრო ახალ წვავე ეტაპზე გადავიდა. თუ კი ეს პროცესები გარკვეულწილად გადაედო სახელმწიფო სტრუქტურებს და იქაც დაიწყო გარკვეული ესეთი რღვევის პროცესი, მაშინ შეიძლება ვისაუბროთ კრიზისზე, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები ჯეროვნად ვეღარ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას, როდესაც ქვეყანაში არის უკვე სერიოზული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, სახელმწიფო მას თავს ვერ ართმევს, მაგრამ ჯერჯერობით ამის ნიშნები არ იკვეთება. სწორედ ამიტომ უწოდებ მე სიტუაციას წინა კრიზისული, იმიტომ რომ სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ, ყველაფერი წესრიგშია, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამ მხრივ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციის ერთ ნაწილს შორის და ასევე საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციას და დღეს მათ ხედავთ ჩვენ რუსთაველზე გამოფენილს და უკვე 53 დღეა თუ არ ვწდები საპროტესტო დღეა. ბრძანებთ რომ ჯერჯერობით არ არის შექმნილი, იმიტომ რომ მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურები, რიგდება ხელფასი, მაგრამ გასათვალისწინებელია ალბათ ის ფაქტიც, რომ უამრავი სანქცია დაწესდა მოქმედი ხელისუფლების მიმართ და თუ კი ასევე აღმოჩნდებით იზოლაციაში, ეს ბევრ რამეს შეცვლის ჩვენი ქვეყნისთვის და არა სასიკეთოდ, ალბათ ამაში დამეთანხმებით. აი ამ აქციების და სანქციების უკაცრავად და ასე ვთქვათ, იზოლაციის ფონზე, რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩვენი ეკონომიკა? არის ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ტიპის სანქციები დაწესდება მომავალში და რამდენად აღმოაჩნდება ჩვენს ეკონომიკას ის შინაგანი მდგრადობა, რომ ამ სანქციებს გაუძლოს. ხო, ჩვენ ნახეთ არაერთი მაგალითი სხვადასხვა ქვეყნების, რომ მაგალითები რომ მოვიყვანოთ, რომ მათაც დაუწესებიათ სანქციები, დიახ, ამ მხრივ გარკვეულწილად სიტუაცია გაუარესდა, მაგრამ ამ ქვეყნებმა გაუძლეს სანქციებს. შესაბამისად, ახლა რამდენად საქართველოს არის მზად იმისათვის, რომ გაუძლოს დასავლეთის მხრიდან ახალ ეკონომიკურ სანქციებს, ამაზე უნდა ილაპარაკონ ეკონომიკის ექსპერტებმა. მოდი პირდაპირ თქვათ, ახლა ჩვენი ქვეყანა ძირითადად არის იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა. კი ბატონო, ჩვენ არ ვაწარმოებთ არაფერს, არა გვაქვს საწარმოები, არა გვაქვს ნედლეული, რომელსაც გავიტანთ და გავყიდით და ამ ყველაფრის ფონზე ალბათ. არა, ჩვენ ვაწარმოებთ რაღაცას, მაგრამ არა იმ რაოდენობით და არა იმ მასშტაბით, რომ ამ მხრივ ჩვენ რაღაცა სერიოზული შემოსავლები გქონდეს. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა გახდა იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა და თუ ახლა საქართველოზე დააწესებიათ ისეთ სანქციებს, რომ თქვათ ქვეყანაში იმპორტის პრობლემა დადგება და ასე თქვათ ეკონომიკურ წნეხს მოუჭერენ, მაშინ აქ უკვე სხვა განზომილებაში გავდივართ, რომ თუ კი შენს პარტნიორ სახელმწიფოს ასე ეკქცევი უწესებ ეკონომიკურ სანქციებს, რომლის შედეგადაც რიგითი მოქალაქეების ცხოვრება ვარესდება, მაშინ რომელ პარტნიორულ დამოკიდებულებაზეა
საუბარი. კი ბატონო, მაგაში გეთანხმებით, მაგრამ რომელი პარტნიორული, თქვათ, დამოკიდებულება დავიცავით ჩვენ თვითონ ქართულმა მხარემ იმათთან მიმართებაში, როცა ძალიან ხშირად მართველი პარტიის მიერ, მართველი, ესე ვთქვათ, ხელისუფლების მიერ ისმოდა უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნების იგივე ჩვენი პარტნიორების მიმართ რბილად, რომ ვთქვათ, არც თუ ისე მისაღები გამონათქვამები. ჩვენ თვითონ დავიცავით? კი ბატონო, მე მესმის თქვენი კითხვა, მაგრამ იცით რა არის პარტნიორული ურთიერთობების დაცვა არის ცოტა უფრო სხვა შემთხვევაში მე ასე მესმის. კი ბატონო, მე მესმის თქვენი კითხვის შინაარსის და პათოსიც, რომ ის რიტორიკა, რასაც აწარმოებდნენ მართველი პარტიის ლიდერები დასავლეთის და მისი ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ არ იყო მათთვის კარგი მოსასმენი, მაგრამ მოდით ახლა ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ საქმე. საქართველოს არ გამოსულა არც ერთი იმ არსებული შეთანხმებებიდან და იმ პროგრამებიდან, რაც მას აქვს გაფორმებული როგორც ევროკავშირთან, ასე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ერთადერთი რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა ის, რომ ის დროებით 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განაგრძობს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რომელიც არის გაწერილი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით. მე ძალიან ვთხოვთ თქვენს და თქვენს აუდიტორიას მიაქციოთ ყურადღება ერთ რამეს, რომ ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ეს ასოცირების შეთანხმება თითქოს არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი არ არის. არადა იქ 2027 წლამდე მიაქციოთ ყურადღება აქ თარიღს არის გაწერილი ის ვალდებულებები, რაც საქართველოს უნდა შეასრულოს, რომ მისი კანონმდებლობა, მთელი რიგი რეგულაციები შესაბამისობაში მოიყვანოს ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოსა და რეგულაციებთან. ამის გარეშე საქართველოს არავინ ევროკავშირში არ მიიღებს, ისე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ქართულმა როგორც ჩანს გადაწყვიტა, ყოველ შემთხვევაში მე ვცდილობ მართ ლოგიკას საკუთარ ჩავწვდე, რომ მათ გადაწყვიტეს, რომ თუ ისინი ამ ეტაპზე დააპაუზებდნენ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას, ამით რაღაცნაირად ეს ზეწოლის და ზემოქმედების ინსტრუმენტი, რომ საქართველოს არასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და ამით ხელი ეშლება ევროკავშირში ჩვენს ინტეგრაციას რაღაცნაირად ასე ვთქვათ მოესპო. მაგრამ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ მიიღო სხვა ეფექტი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი თუ ქართულ ოცნებას ჰქონდა განსაზღვრად განზრახული, რომ ასეთი გზით წასულიყო, მას შეეძლო ეს ყველაფერი დაუშვათ საზოგადოებისთვის მიეწოდებინა უფრო სხვა შინაარსით, სხვა პათოსით, არ დაესახელებინა დაუშვათ კონკრეტული თარიღი 2028 წელი, იმიტომ რომ გასაგები იყო, რომ ოპოზიცია ამას ხელზე დაიხმევდა და შესაბამისად საზოგადოების ერთ ნაწილს მიაწვდიდა შესაბამის სოუსით და ასევე ეს თქვათ მესიჯი შესაბამის თქვათ გაფორმებით წავედოდა ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ როგორც ჩანს სამწუხაროდ, როგორც მე ეხლა ბატონო ზალ ბედნაკლება დარწმუნებით. ძირითადად მაინც გაგაწყვეტინებ ბატონო ზალ. ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომლის მიღებასთან დაკავშირებითაც ძალიან მკვეთრად გამოხატა თავისი პოზიცია ევროკავშირმა. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი, ვთქვათ, ნიშანი იყო იმისა, რომ საქართველოს აპირებდა ვექტორის შეცვლას? არ იყო ეს? არა, მე ნამდვილად არ ფიქრობ, რომ რუსული ის კანონი, რომელსაც ისინი უწოდება რუსულს, არის ვექტორის შეცვლის ინდიკატორი, იმიტომ რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებას ღებულობენ ქვეყნის ფრაგლებს გარეთ, სხვადასხვა ფორმით მოქმედებს კოლექტიური დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში.
ჩვენ ხომ იგივე აი ამერიკული ცნობილი ფარას მეშვეობით გავიგეთ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია იმის თაობაზე თუ დაუშვათ აი საქართველოსთან გადახდილი ფულით როგორ ფინანსდებოდნენ და რა საქმიანობებს ახორციელებდნენ გარკვეული იქაური ორგანიზაციები. ევროკავშირში დგას ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურად და რატომ მანდა მაინც ახლა საქართველოს კანონზე შეექმნათ ასეთი თქვათ რეაქცია, მაგრამ თქვენ მე შეგახსენებთ ერთ მომენტს, რომ ოდესაც აქ იყო ჩამოსული ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, მან განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან იმის თაობაზე, რომ ეს თქვათ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე იქნება გადახედილი და მოყვანილი ევროკავშირის სტანდარტებთან. ანუ თუ ადრე ევროკავშირი ცალსახედ კითხავდა ამ კანონის უკან გაწვევას, ეხლა საუბარი არის მის გადახედვაზე და შესაბამისობაში მოყვანაზე იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში და ევროკავშირში ნამდვილად არის ის სტანდარტები, რომლებიც სახელმწიფოს აძლევს იმ საშუალებას, რომ გააკონტროლოს ის ორგანიზაციები, არ აქვს მნიშვნელობა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება კონკრეტული პიროვნება თუ სხვა, რომელიც ღებულობს დაფინანსებას გარედან. ბატონო ზალ, თქვენ როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა შერიგების რესურსი, ან თუ არსებობს ეს რესურსი, როგორ უნდა მოხდეს დაპირისპირებული მხარეების შერიგება, როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და უნდა განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, რაზეც თქვათ მართველი პარტია ქართული ოცნება არ მიდის. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა რესურსი შერიგების და როგორ შეიძლება მოხდეს ეს შერიგება? იცით, სამწუხაროდ მე ჯერჯერობით ასეთ რესურსს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ თუ შევხედავთ აი ბოლო პერიოდში მხარეთა პოზიციებს, ისინი ძალიან მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ისინი სულ უფრო და უფრო ხისტი ხდება, რაც რო ვთქვან, აი ძირშევე კლავს დიალოგის სივრცეს და რესურსს. მე შევეცდები ძალიან მოკლედ ახსნა რას გულისხმობ ამაში. ეცით საქმე რომ მხოლოდ თქვა დაპატიმრებულთა გათავისუფლებას ეხებოდეს, აქ კიდევ შეიძლებოდა დაუშვათ კეთილი ნების გამოჩენა და თქვა რაღაც ერთი ნაწილის, რომელსაც ძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი, ციხიდან გამოშვება, ან თქვა რაღაც პირობეთა გირაოთი ასე შემდეგ. მაგრამ უბრალოდ რა ხდება, ოპოზიცია, რომელიც ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ეს შეიძლება ვწდებოდი ახლა შეშფარიტების ბოლო ინსტანციაზე ზოგიერთი ექსპერტისა გასხოვებით არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ რასაც მე უყურებ, ანუ ის მოთხოვნები, რასაც აყენებს ოპოზიცია, აი ამის გარეშე ახალი არჩევნების ჩატარებას აზრი მათთვის არ აქვს, ეს ფაქტურად არის ის, რომ მთელი საარჩევნო სისტემა მოერგოს ოპოზიციის მოთხოვნებს და ინტერესებს. თუმცა ბატონო ზალ, ჩვენ ალბათ ქართველები, ვინც ამ ბოლო პერიოდში აქტიურად ვართ ჩართული უნებლიეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ყველანი კარგად ხვდებით, რომ ნებისმიერი მთავრობა, რომელიც მოდის, სათავისოდ ირგებს კონსტიტუციას და კანონებს, რომელზეც ახლა თქვენ გქონდათ საუბარი. ამით არ ვამბობ, უბრალოდ ფაქტის კონსტანტირება მოვახდინე. ხო, კი ბატონო, ასე არის გარკვეულწილად, ჩვენ სამწუხაროდ ჯერ არ აქვს იმ დონეზე განვითარებული დემოკრატია, ჩვენ ჯერ კიდევ ვთქვათ, ნერლი გარდამავალი დემოკრატიის პირობებში ვცხოვრობთ და შესაბამისად ასეთ რაღაცებს აქვს ადგილი, მაგრამ ხომ უნდა წინ წავწიოთ ოდესღაც ჩვენი პოლიტიკური ვთქვათ კულტურა არა, ოდესაც შენ აპრიორი აყენებ ისეთ მოთხოვნებს, რომელზედაც იცი რომ მეორე მხარე არ დათანხმდება, ხომ მაშინ რა აზრი აქვს ასეთ მოთხოვნების დაყენებას. ესე იგი, აქ უკვე გამოდის რომ თითოეული მხარე მოქმედებს პრინციპით, რომ აი ვისი ძალა გადაწონის. ხო? და
მე რასაც უყურებ ოპოზიცია ძირითადად მაინც დასავლეთის იმედით არის, იმიტომ რომ მათი ყველა განცხადებები, მათი ყველა ქმედებები, ეს არა მარტო ბოლო პერიოდში ისინი არც მალავენ ამას. მე მინდა გკითხოთ თქვენ როგორც პოლიტოლოგს, ექსპერტს, რისი იმედი აქვს თქვათ და ვისგან რას ელოდებიან? გავიგეთ რომ ოპოზიციას აქვს დასავლეთის იმედი. იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში და რომლებსაც ოპოზიცია უწოდებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რისი ან ვისი იმედი აქვთ? საერთოდ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ეს დიდი პარტია იქნება თუ მცირე, მისი ლეგიტიმაციის წყარო არის ხალხი, ანუ მისი ამორჩეველი, ხო? სხვანაირად პარტიის არსებობას აზრი არ აქვს, ის ვერ იარსებებს, თუ მას არ აქვს საკუთარი ამორჩეველი. კი ბატონო. და ქართულ ოცნებას, ამ არჩევნებში ხმა მისცათ ვარცდები 1,200,000-მდე ადამიანმა. შესაბამისად, ქართული ოცნების ლეგიტიმაციის წყარო არის ის ხალხი, ვინც მას ამ არჩევნებში კი ბატონო, ამაში გეთანხმებით, მაგრამ ოპოზიციის მოთხოვნებს თქვენ ჩემზე კარგად იცნობთ და საზოგადოების მოთხოვნებს, რომ ეს არჩევნები, როგორც არა მარტო ოპოზიციის მიერ, არამედ დასავლეთის ამერიკის მხრიდან შეფასდა, როგორც დაშინების ფონზე გაყალბებებით ჩატარებული არჩევნები. არა, მე ამ ფორმულირებას ბოლომდე ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ მე წაკითხული მაქვს ეუთო უდირის საბოლოო შეფასება, იქ საუბარი არჩევნების ტოტალურ გაყალბებას არა, კი ბატონო, საუბარი არის დაშინების ცალკეულ ფაქტებზე, ამას მე და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, მაგრამ იქ რატომღაც არ არის აღნიშნული, რომ ამდენად ხშირი იყო ეს დაშინების, თქვათ, ფაქტები, რაც მათ დააფიქსირეს და რამდენად შეეძლო ამას ზეგავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე. იმიტომ რომ დაშინების ფაქტების აღნუსხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იყო ამის წინა არჩევნებზე, იმის წინა არჩევნებზეც, მაგრამ ყოველთვის იყო იმის ხაზგასმაც, რომ კი ბატონო, იყო ეს, მაგრამ ამას არ მოუხდენია საბოლოო ზეგავლენა არჩევნების შედეგზე. ამიტომაც ეუთო უდირის დასკვნა მე ცოტა არ იყო ესეთი უკმარისობის განცდა დამიტოვა, იმიტომ რომ ისინი რომ ეთქვა ცდილობენ, რომ არც ერთ მხარეს არ აწყენინონ, იმიტომ რომ თუ ისინი საუბრობენ დაშინების ფაქტებზე, ან კიდევ დაუშვათ სხვა დარღვევებზე, მაშინ მათ ისიც უნდა აღნიშნო ძალიან მკაფიოდ, თუ რა სიხშირის იყო ეს ფაქტები და თქვათ რამდენად შეეძლო ამას ზეგავლენის მოხდენა არჩევნების საბოლოო შედეგზე, თორემ არჩევნებზე დარღვევები იყო, ამას არავინ არ უარყოფს და მეც არ უარყოფ, იმიტომ რომ ხა ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ჯერჯერობით როგორც მოგახსენეთ ის პოლიტიკური კულტურა, რომ არჩევნები ჩავატაროთ ის დონეზე, როდესაც არც ერთ მხარეს დადექნება პრეტენზია, მაგრამ უყურეთ რა ხდება, ჩვენ თქვა გვიკიჟინებენ არჩევნების თქვა ცუდად ჩატარებას, მაგრამ ნახეთ რა ხდება თქვა არჩევნებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორ ჩატარდა არჩევნები, თუნდაც იმის წინა არჩევნები, როდესაც ბაიდენი თქვა გახდა პრეზიდენტი, ეხლა როგორ ჩატარდა, რომ მთელი უბნების თქვა ის იყო ბიულეტენები ბათილად გამოცხადებული და ძალიან ბევრი манипуляციები იყო. ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარმოიდგინეთ. არც სხვა თქვა ისეთ ახალგაზრდა დემოკრატიებში ტარდება არჩევნები ხალხს უხდათ, რომ დაუშვათ იქ თქვან, რომ ყველაფერი არის ზედმიწევნით კარგად. ხდება დარღვევები, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, მთავარია რომ ეს დარღვევები არ იყოს იმ სიხშირის და ინტენსივობის, რომ მათ ზეგავლენა. კი ბატონო, ამაში გეთანხმებით, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ის სხვაობაა, რომ მოსახლეობა გამოვიდა საკუთარი ნებით და აპროტესტებს ამ არჩევნების შედეგებს. კი ბატონო, მოსახლეობა საკითხზე მინდა დაგეკითხოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად არის საქართველოს ადგილი? მე მინდა შევეხო თქვენს ბოლო რემარკას,
მოსახლეობასთან დაკავშირებით. დიახ, გამოვიდა მოსახლეობა და ფიქრობ, რომ მათ მოსაზრებებს თქვა პატივი უნდა ესეს მათ უფლებას თუ გააპროტესტონ, მაგრამ ვინ არის ეს მოსახლეობა? ეს არის მოსახლეობა, რომელიც წარმოადგენს ოპოზიციის ელექტორატს. ძირითადად ეს არის ოპოზიციის მომხრე ადამიანები, რომლებიც გამოდიოდნენ წინა იმის წინა და სხვა აქციებს. ბატონო, მე ვერ გეტყვით კონკრეტულად თქვენ რა ნახეთ თბილისში, მაგრამ როდესაც ჩვენი გადამღები ჯგუფები ქუთაისში მერის წინ, სადაც 44 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და წერთ ხოლმე ახალგაზრდებს, აქციაზე მოსულ ადამიანებს, რამდენიმეჯერ გქონდა ასეთი შემთხვევა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დიდი რაოდენობით იყვნენ თავიანთი პროტესტის გამოსახატად, უარს ეუბნებოდნენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ თქვენი დახმარება არ გვჭირდება, ეს არის ჩვენი პროტესტი. მე არ ვიცი თქვენ მანდ როგორ და რა ვითარებაში ნახეთ ეს ხალხი და მე ვიცი რომ მან ძალიან ბევრი ადამიანი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის და საკუთარი მოსაზრების გამოსახატად დგას, მაგრამ მე გეუბნებით რა ხდება რეგიონში, კონკრეტულად ქალაქ ქუთაისში, სადაც ნამდვილად საკუთარი ინიციატივით გამოდიან ადამიანები და ძალიან ხშირად ხუმრობთ ხოლმე, როდესაც რევოლუცია მოხდა ქუთაისში, რამდენიმე ადამიანი ვიდექით, რამდენიმე ათეული ადამიანი მერის წინ, მაშინ პირველი არხის ჟურნალისტი ვიყავი. ძალიან ძნელია იმის თქმა მინდა რომ ქუთაისელების გარეთ გამოყვანა არის ძალიან ძნელი, მაგრამ ეს ადამიანები როგორ გითხრათ, არ ემორჩილებიან არც ერთ პოლიტიკური პარტიის ნებას და თუ კი ვინმე გამოვიდა ქუთაისში აქციაზე, მე მინდა გითხრათ, რომ ეს იყო საკუთარი ნებით გამოსული ადამიანები. მე ეს მინდა უბრალოდ ინფორმაციის სახით მოგაწოდეთ. კი ბატონო, მე ჯერა თქვენი ინფორმაციას როგორც თვითმხილველის, მაგრამ ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ძირითადად ვინც იქ დგას აქციებზე, ეს არის საპროტესტო ელექტორატი. არ არის აუცილებელი, რომ იქ ახალგაზრდა ან უფრო ასაკოვანი ადამიანი მანდამაის რომელიმე თქვა პარტიის გამორჩეველი იყოს. მას შეიძლება გაუჩნდა რაღაცა და პროტესტი, მაგრამ ოპოზიცია ცდილობს, რომ ეს ხალხი წარმოაჩინოს რაღაც ერთიან კონგლომერატად, რომელიც და ამაზე რაღაც პოლიტიკური კულები დაიწეროს. მე სულაც არ უარყოფ იმას, რომ იქ შეიძლება იდგნენ ადამიანებს რაღაც გარკვეული კატეგორია, რომელთაც არ არის მისაღები არც ერთი ოპოზიციური პარტია, უბრალოდ ისინი აპროტესტებენ იმ ხაზს, რასაც ატარებს ქართული ოცნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე მათ ხმა ქართული ოცნებისთვის არ მიუწიათ. მე მინდა გითხრათ პარადოქსების ქალაქია ალბათ ქუთაისი, იმიტომ რომ ვინც მისცა ხმა, რამდენიმე ისეთი ადამიანიც გამოვიდა აქციაზე. მაშინ კი ბატონო, საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას. მე გკითხეთ თქვენ აზრი იმის თაობაზე, თუ გაქვთ და არის შესაძლებელი წინასწარ ისეთ მდგომარეობაში, ისეთ ვითარებაში, როგორშიც ახლა ჩვენი ქვეყანა იმყოფება, რომ გაკეთდეს პროგნოზი, სად არის საქართველოს ადგილი? იცით რა არის პროგნოზის გაკეთება იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და იმ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში, რომელიც ახლა ჩვენს თვალწინ ყალიბდება, ხო? მოგეხსენებათ, ახლა აღარ შევჩერდები იმ პროცესებზე, რაც მიდის ზოგადად რეგიონში, ამ სოფლიოში, ომი უკრაინაში, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის დაპირისპირება, ძალიან ბევრი ინტერესთა კონფლიქტი არის ერთმანეთთან გადაჭდობილი. არა მარტო გეოსტრატეგიული, არამედ გეოეკონომიკური ხასიათის. მიდის ბრძოლა იმაზე, თუ ვინ მოიპოვებს კონტროლს იმ სასარგებლო წიაღისეულზე, სასარგებლო რესურსებზე, რომელიც არის ამ თუ იმ ქვეყანაში, იმ სატრანზიტო მარშრუტებზე. ეხლა მაგალითად ჩინეთმა უკვე დაიწყო რუსეთის გვერდის ავლით სხვათა შორის ევროპისკენ ახალი სარკინიგზო გზის გაყვანა. არ არის იგივე შუა დერეფანი, რომელიც საქართველოზე გადის და რომელიც ძალიან არ მოსწონს დასავლეთში, იმიტომ რომ დავთვლათ, რომ ეს არის ჩინეთის სტრატეგიული
ინტერესების მომსახურე პროექტი. ანუ ჩვენ ვართ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და აქედან გამომდინარე, საქართველოს უნდა აწარმოოს ძალიან ფრთხილი საგარეო პოლიტიკა, რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ როგორც აი პატარა სუსტი მოწყვლადი სახელმწიფო გაჭრილეტილი ამ დიდი და რეგიონული მოთამაშეების ინტერესების დაპირისპირებაში. მე შეიძლება ახლა ისეთ რამეს ვამბობ, რომელიც შეიძლება სცდება იმ მეინსტრიმულ მოსაზრებას, რომ ჩვენი გეზი არის ევროკავშირში და ჩვენ ეს კონსტიტუციაში გვაქვს გაფორმებული და ასე შემდეგ. კი ბატონო, ეს ყველაფერი არის, მაგრამ მოცემულ მომენტში საქართველოს უწევს სამწუხაროდ ჩვენ არ ვართ ისეთ კომფორტულ მდგომარეობაში, როგორც იყო დაუშვათ მანამდე, ვიდრე უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ხო? ჩვენ მივდიოდით ევროკავშირისკენ, ყველაფერი ეს მიდიოდა მეტაკლებად დორეთ, მაგრამ იმის შემდეგ უკვე სიტუაცია გარკვეულწილად აირია. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი სახელმწიფოს და მოთამაშის ინტერესების გათვალისწინება იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანას ავაცილოთ სამხედრო კონფლიქტი. ამ მოცემულობაში მე გარკვეულწილად ვიზიარებ ქართული ოცნების პოზიციებს, რომლებიც შეიძლება პოპულარული არ არის ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში, მაგრამ ის რომ ჩვენ შევძელით, რომ აი ამ ბოლო 3 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყნის აქ ტერიტორიაზე არ დაგვეშვა სამხედრო კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან მოუწყოდა რომ უფრო აქტიურები ყოფილიყავით, თქვათ უკრაინის დახმარების პროცესში, ჩვენმა სახელმწიფო შეიძლება ბეწვის ხილზე გაიარა. მე ვფიქრობ, რომ ვიდრე სიტუაცია არ დაწყნარდება და ჩვენ საბოლოოდ არ დახავთ, როგორ დამთავრდება ეს ომი, ჩვენ უნდა გავატაროთ ძალიან ფრთხილი პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს არც ერთი წუთით არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვარ ვთქვათ ჩვენს გაცხადებულ გეოპოლიტიკურ ვექტორზე, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს რომელიმე სახელმწიფო მიიღოს, თქვათ, ერთგვარ გამოწვევას და საკუთარი უსაფრთხოების მიმართ რაღაც გარკვეულ საფრთხეთ. აი ამაზე აქვს საუბარი. და აი ამის მიტანა საჭირო არის ალბათ მოსახლეობამდე და რაცაც როგორც ჩანს მართული პარტია ბოლომდე კარგად ვერ ახერხებს, იმიტომ რომ ის შეძლებდა დაერწყმდებოდა, თქვათ, მოსახლეობა, რომ მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ თქვათ თავიდან ავიცილო არის ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც საქართველოს შეიძლება დაემუქროს. ხო და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ადგილი, რა თქმა უნდა, არის ევროპულ ოჯახში, მაგრამ ჩვენ უნდა ვიაროთ ამ მიმართულებით ისე, რომ ამ რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყანა არ დავაზარალოთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ზაალ, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და საინტერესოდ გვესაუბრეთ დღევანდელ არსებულ მდგომარეობაზე. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის.